მოგესალმებით კიდევ ერთხელ. თუ თქვენ გაინტერესებთ დღის განმავლობაში მომხდარი შოუ ბიზნესური სიახლეები, ეთერშია ინფორმატორისა და ლაილას მეოთხე ყველაზე ვრცელი გამოშვება. გიგა კვანეტაძე თავის მორიგ კლიპზე მუშაობს, რომლის რეჟისორიც ლევან ტორონჯაძეა. კლიპი იქმნება გიგას ახალ სიმღერაზე როგორ მინდა მოგეფერო, რომლის ტექსტიც სხვათა შორის გიგას ეკუთვნის. რაც შეეხება კლიპს, გვინდა ძალიან საინტერესო იყოს, ანუ შინაარსი არანაირად არ იქნება ამ კლიპს, უბრალოდ იქნება ვიზუალურად ძალიან სანახაობრივი, ძალიან ლამაზი და დავტვირთავთ ყველა იმ ვიზუალკებით, ასე რომ ვთქვათ, რომ გამოვიდეს საინტერესო კლიპი. სიმღერა არის ჩქარი, დენსი და ჩემ სტილში, რა თქმა უნდა. ჩემი მორიგი ვიდეო იქნება აბსოლუტურად უსიუჟეტო, უბრალოდ სტუდიური ლამაზი კლიპი. ძირითადი მოთხოვნინებები მაინც გიგასია და მაგის მიხედვით ვაკმაყოფილებ და ვცდილობთ, რომ კლიპი გავაკეთო. გადაღებები მორჩება ერთ ღამეში, ამაღამ ანუ და 3-4 დღეში ალბათ დამონტაჟდება და გამოვა ეთერში. ჯგუფები Young Georgian Lolitas და Nebo SSSR კლუბ ნეოში გამართული კონცერტით არ დაკმაყოფილდნენ და ახლა საკუთარი ძალებით ფეხბურთში მოსინჯეს. მათ მინი ფეხბურთის სტადიონზე ირაო შეჯიბრი გამართეს. ნახოთ სიუჟეტი. დღეს თამაშობენ SPID ანუ ლურჯი მგლები, Nebo SSSR ანუ ლურჯი მგლები და Young Georgian Lolitas წითელი ფოსფორის გველები. პირველი ტაიმი დასრულდა ვაგებთ 1-4-ს, მაგრამ მეორე ტაიმი ყველაფერს გვიჩვენებს. გაიმარჯვებს ხელოვნება. და რა თქმა უნდა, ძლიერი გაიმარჯვებს, კი, დღეს ძლიერები გაიმარჯვებს. აი როგორც მე მეგონა გადავწყვეტ კონცერტი გავაკეთეთ, ისე ფეხბურთი ვითამაშეთ. ძერ ვთამაშობ. ჯერ ყველაფერი წინ არის. ნახევარ თამაში კარში ვიდექი, მაგრამ კაი ბურთები დავიჭირე, ხო? აი თქვი? კი. ჩემი მეზე იყო მთელი ბენდი. გალერეა TMS-ში მიხეილ მახარაძის ფერწერული ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა. ცნობისათვის ბატონი მიხეილი მოსკოვის დიდი თეატრის, პეტერბურგის მარინის თეატრისა და თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სპექტაკლების სცენოგრაფი და კოსტიუმების დიზაინერია. სხვათა შორის მისი სურათები წარმოდგენილი იქნება ქალაქ ბარსელონაში მიმდინარე დიდი ესპანელი მხატვრის სალვადორ დალის 100 წლის თავისადმი მიძღვნილ გამოფენაზე. აქ არის ბოლო პერიოდის ნამუშევრები, წარმოდგენილი 12 ნამუშევარია. 12 ფერწერა და ნუ მე მცირე ზომის ნამუშევრებსაც ფერწერას ვეძახი, თუმცა გრაფიკის ჟანრშია შესრულებული, ისიც 12-ია აქ წარმოდგენილი. ეროტიკის ჟანრშია გადაწყვეტილი ეს ნამუშევრები და ამ ჟანრს ხშირად იყენებდნენ მხატვრები. რენესანსიდან და უფრო ადრეული პერიოდიდან მოყოლებული თავიანთი შინაგანი ბუნების გადმოსაცემად
მეტნაკლები შეფარვით, ვინ როგორ ახერხებდა და ვის რა სურვილი ქონდა. ნუ ჩემ შემთხვევაში უფრო გახსნილი კუთხით არის ეს წარმოდგენილი და მე ვფიქრობ, რომ ეს ყველაზე გულწრფელია ამ ჟანრის წარმოდგენა მაყურებლის წინაშე და აბსოლუტურად დაუფარავია ეს შინაგანი ემოცია და ტემპერამენტი. ძალიან ბევრი ის მოულოდნელობა აღმოჩნდა დღევანდელი გამოფენა იყო რაღაც პროტესტი რა ეროტიული მომენტებით ახსავსე მეორენი ამბობენ რომ არა ეს რაღაც სხვა სითამამეა იცი რა თავისებური რისკი რა თქმა უნდა არის გამოიტანო სახელოსნო ნამუშევარი და უკვე გამოფენო ეს რისკია მაგრამ აი თემატურად როგორ შეავსებ ხო ჩემის აზრით ეს არის მშვენივრად მოტანილი გნებავდეთ ეს იყოს ეროტიული ნიუანსებით გაჯერებული ეს არის ძალიან ლამაზი თანამედროვე მხატვრობა ცისფერ გალერეაში ზალიკო ბაჩანაშვილის გამოფენა გაიმართა, სადაც მისი ფერწერული ნამუშევრების სანახავად უამრავმა ადამიანმა მოიყარა თავი. დიდი ემოციური მუხტის და პროფესიონალური გამოცდილების მხატვარია და ის ტონალობა რაც მას გააჩნია ეს მართლაც მისთვის არის მხოლოდ დამახასიათებელი მე ყოველთვის ვამბობდი და აი ადრესს ვამბობდი რომ აბა ბევრი მხატვარი ვერ შეძლებს აი ესეთი ჟღერადობის თეთრი ტონის აღებას რასაც იგი აკეთებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მის ნამუშევრებში სწორედ აი თეთრი ტონის მონაცვლეობას ფაქტურასთან და ფაქტურის და ტექსტურის აი ესეთი შენაცვლება ამ ტონალურ თამაშთან არის სწორედ მისი დრამატურგიის მხატვრული და ემოციური დრამატურგიის მნიშვნელოვანი ასპექტი ნინო ეს არის რეტროსპექტივა ჩემი რეტროსპექტიული გამოფენა 30 წლიანი ნამოღვაწარი ხოლმე ყველა ნამუშევარი არის აქ არის 200-მდე ნამუშევარი და ძალიან ბევრი ლაპარაკი შემიძლია ახლა ხელოვნებაზე მხატვრობის სპეციფიკაზე ყველაფერზე არაფერი არ მინდა თქვა მინდა მარტო ერთადერთი ძალიან მოკლედ რევოლუციურ საქართველოს უძღვნი ამ ჩემ გამოფენას გესმით ღირსება აღადგენს საქართველოს უძღვნი გამოფენას ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი